საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ახალ ამბებს 3 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. 1 საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციულ დეპარტამენტში შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსის ჯაბა ებანოიძის დაკითხვა მიმდინარეობს. ებანოიძეს ბანკი ქართუს გაკოტრებასთან დაკავშირებულ საქმეზე კითხავენ. ამავე საქმეზე დაბარებულია იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილის, რომლის მაგივრად მოდულის შენობაში ადვოკატს ელოდებიან. გამოძიების ინფორმაციით ბანკის გაკოტრების სქემაში ჩართულები იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, მათ შორის ზურაბ ადეიშვილი, ჯაბა ებანოიძე და აღსრულების ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი კონსტანტინე მელია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ძველი თბილისის რაიონის გამგებლად დაინიშნა. დაკითხვამდე ჯაბა ებანოიძემ განაცხადა, რომ მას დღეს სავარაუდოდ ბრალს წაუყენებენ. ჩვენი კორესპონდენტი ზვიად ხუჯაძე ისაუბრებს დეტალებით პირდაპირ ეთერში. ზვიად, რა განცხადება გააკეთა ებანოიძემ? დიახნიო, დაახლოებით 1 საათის წინ ანტიკორუფციული დეპარტამენტის საქართველოს მოდულის შენობაში ადვოკატთან ერთად მოვიდა შემოსავლების ყოფილი სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე, რომელმაც განაცხადა, რომ სავარაუდოდ დღეს მის წინააღმდეგ მოხდება ბრალის წაყენება. მას ბრალს წაუყენებენ ბანკი ქართუს გაკოტრების სქემასთან დაკავშირებით. როგორც ებანოიძემ განაცხადა, ის აქამდე თანამშრომლობდა გამოძიებასთან. დღესვე მოდულის შენობაში ადვოკატებთან ერთად მოვიდნენ ადვოკატები შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები და 3 ყოფილი თანამშრომლის, ესენი გახლავთ მამუკა ლაშხია, ოთარ აგლაძე და სიმონ ჩხენკელის ადვოკატები. მათ შენთან კომენტარი გააკეთეს და ისინი ამბობენ, რომ დღეს სავარაუდოდ მოხდება მათ წინააღმდეგ ბრალის წაყენება. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ როგორც ჯაბა ებანოიძის კომენტარი, ასევე შემოსავლების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატების კომენტარები. თემა არის კერძო კომპანიების მიერ საგადასახადო ვალის დეკლარირების თაობაზე, რომლითაც მათ თავი არიდეს ბანკის კრედიტის გადახდას. და ამ შემთხვევაში თქვენ ბრალეულობა რა კუთხით? ალბათ უფლებამოსილების გადაჭარბება შეიძლება წაგვიყენონ და ალბათ მაგ თემაზე ვგვარებთ. ბრალი წარდგენება არ ვიცით ჯერჯერობით და ბოლოდ ბრალის წარდგენის შემდგომ შევძლებთ რომ ყოფილი კომენტარის გაკეთებას. ეს ეხება ბანკი ქართუსთან დაკავშირებით. დიახ, ბანკი ქართუს საქმესთან დაკავშირებით. იმყოფებოდა დაკითხვაზე. დაკითხვაზე იმყოფებოდა მანამდე მოწმის სახით და გუშინ ჩაბარდა უწყება, რომ გამოცხადებული იყო მოწმის ბრალდების წარდგენის მიზნით. აგერ გამოცხადდით გამოძიების ორგანოში, უბრალოდ კონკრეტულად რა მუხლებზე იქნება საუბარი და რა ბრალს საუყენებენ, ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია. დღესვე ბანკი ქართუს საქმესთან დაკავშირებით სავარაუდოდ ბრალს წაუყენებენ იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, რომელიც როგორც ცნობილია მან ქვეყანა დატოვა. თუმცა დღეს აქ ველოდებოდით მის ადვოკატს, ამ დრომდე ადვოკატი გამოჩენილა მოდულის შენობასთან. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ დღეს მოდულის შენობაში მოვიდა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, რომელსაც სავარაუდოდ დღესვე ბრალს წაუყენებენ. დიდი მადლობა ზვიად ხუჯაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. საქალაქო სასამართლოში თბილისის წყლის ყოფილი გენერალური დირექტორის და კომპანია NCC-ის ხელმძღვანელის გიორგი ქელბაქიანის საქმის განხილვა მიმდინარეობს. ქელბაქიანს პროკურატურა ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ქელბაქიანი სამართალდამცველებმა დაახლოებით 2 თვის წინ დააკავეს. მოგვიანებით ის სასამართლოს გადაწყვეტილებით გირაოს 150,000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა. შემდგომლობას ბრალდებულ ჩოგოვაცის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე მაინც მისი პატიმრობაში ყოფნა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის მოთხოვნებით. პარალელურად საქალაქო სასამართლოში მეგის ქარდავას საკითხის განხილვა გრძელდება. სასამართლო ყოფილი მაღალჩინოსნისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. მეგის ქარდავას რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული. პროკურატურის მოთხოვნა ამჯერად სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით წაყენებულ ბრალდებას შეეხება. ადვოკატის განმარტებით ბრალდებული სამართლებრივ დევნას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს. მეგის ქარდავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. თეთრაძესთან დაკავშირებით არის ბრალი წარდგენილი, სადაც არანაირი პირდაპირ მტკიცებულება არ არის, რომ კონკრეტულად ბატონო მეგის ქარდავამ დაგეგმა ეს ყველაფერი. და მისი ოჯახის განმარტებით ეს ყველაფერი არის მისი პოლიტიკური დევნა და თლიანად ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩირქი იმოსოს მას ოჯახს.
საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მეგის ქარდავას ძმის ლევან ქარდავას ადვოკატის მოთხოვნა და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა. სასამართლომ ადვოკატის არგუმენტები არასაკმარისად მიიჩნია. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს ლევან ქარდავას უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მას კიდევ 2 ბრალდება დაემატა. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი შუამდგომობა იყო საკმაოდ არგუმენტირებული. დავასაბუთეთ ის, რომ ლევან ქარდავა თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ხელს არანაირად არ შეუშლიდა გამოძიებას და მართლმსაჯულების განხორციელებას, მაგრამ ეს გარემოებები არ იქნა გათვალისწინებული და რჩება პატიმრობაში იმ ფონზე მაშინ, როცა უფრო მაღალი თანამდებობის პირები და ვისაც უფრო მძიმე ბრალდებები აქვს წატანებული გირაოების სანაცვლოდ გარეთ მეგის ქარდავას ბრალი უმძიმდება და მას თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ უნდა ჰქონდეს. ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გირაოს შეფარდებაზე სასამართლომ ქარდავას ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თია წულუკიანი პატიმრების წამების სამსახველი ვიდეო კადრების ავტორის ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ ძებნის შეწყვეტის ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ ეს ფაქტი მას სამართალდამცავ ორგანოებთან, მათ შორის პროკურატურასთან თანამშრომლობას გაუადვილებს. ბედუკაძის ძებნის შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებობს მოლოდინი, რომ ეს მას გაუადვილებს სამართალდამცავ ორგანოებთან და მათ შორის პროკურატურასთან თანამშრომლობას. ყველა იმ ძებნილს, რომელიც ფიგურირებს რომელიმე სისხლის სამართლის საქმეში, აუცილებელია, რომ არ ჰქონდეს საშუალება თავისუფლად გადაადგილდებოდეს. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე ითხოვს, რომ აღიარებული 190 პატიმრის გარდა აუცილებელია განიხილონ იმ პირთა საკითხიც, რომლებმაც არჩევნების შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებები გააკეთეს. კომისიას 80-მდე ასეთი საქმე აქვს შესასწავლი. ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტი ვალდებულია პრეზიდენტის იმპიჩმენტი დაიწყოს, რადგან მისივე განცხადებით ქვეყნის პირველი პირი მოქალაქეების პოლიტიკურ დევნას ახორციელებს. აქ არანაირი არისთვის, რომელი პიარიც იმ პერიოდში არსებობდა. ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელი, ყველაზე პირველი პასუხისმგებელი არის პირველი პირი, ეს არის ქვეყნის პრეზიდენტი. ვინაიდან ძალიან ცალსახაა და ნათელი, რომ ამ ქვეყანაში ქვეყნის პირველმა პირმა არამც თუ არ დაიცვა ამ ადამიანის უფლებები, არამედ თვითონ ხელი შეუწყო ყველა იმ პოლიტიკურ დევნას, რომელიც ამ ადამიანების წინააღმდეგ გახორციელდა. აქედან გამომდინარე, პარლამენტი არის ვალდებული დაიწყოს სააკაშვილის იმპიჩმენტის საკითხი. საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვერ თანხმდება. უმცირესობა მიიჩნევს, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა არა მხოლოდ თანამდებობის პირთა, არამედ სხვა ბრალდებულების საქმეებიც უნდა განიხილოს. უნდა გაიზარდოს იმ სასამართლოების ჩამონათვალით, სადაც განხილვა მოხდება. აღნიშნულ საკითხებზე დღეს 2 კომიტეტში იმსჯელეს. საკანონმდებლო ორგანოში კი ამ წუთებში ბიუროს ხდომაც იწყება. პარლამენტიდან მირიან გორგოძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. მირიან, როგორ წარიმართა მსჯელობა კომიტეტებში და რა საკითხებს განიხილავენ ბიუროზე? დიახ, მთავარი განსახილველი საკითხი, რომელიც დღეს კომიტეტებზე ასე ვთქვათ განიხილება, არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლის მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში, რომ ნაფიც მსაჯულებს მიმდინარე წლიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე იმ პირთა სისხლის სამართლის საქმეების განხილვაც შეეძლებათ, რომელთა მიმართ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ბუნებრივია, აქ იგულისხმება სამოხელეო დანაშაული, ანუ ყოფილი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მართლაც დიდია. უმრავლესობის წარმომადგენლები სწორედ აი ამ დიდ საზოგადოებრივი ინტერესს თვლიან იმის მიზეზად, რომ ეს კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება, რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, ისინი წარმოადგენილ კანონპროექტს არ ეთანხმებიან და მათ საკუთარი შენიშვნები აქვთ. უნდა ითქვას, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ამ საკითხის განხილვისას მცირე შელაპარაკებაც მოხდა უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის. ჩვენ ამის ამსახველი კადრები შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ვიხილოთ. ყველაფერზე გავრცელდება ეს, ჩვენ აქ დროებით გარდამავალდებულებებზე ვლაპარაკობთ. აქედან გამომდინარე, თქვენი არგუმენტი არ არის წინააღმდეგობაში ჩვენს ალბათ. აპატიებს ახლა მართლა ჩარევაში, მაგრამ ქალბატონი ეკადმიზით გვერდზე. მისი და მისი კოლეგების გადასაწყვეტი იქნება პარლამენტში, რაზე გავრცელდება და რაზე არა. გარდამავალი მუხლების გაგრძელებაც შეიძლება, ახალი მუხლების მიღებაც შეიძლება. ეხლა გაგახსენდათ ადამიანის უფლებები, გაიხსენეთ მაგალითად სანდრო კირგიანის პროცესი, გაიხსენეთ მრავალი სხვა პროცესი, რომელიც სასამართლო
საჯაროობაზე საუბრობთ, დახურული კონდეთ ყველა სასამართლო. სადაც გნებავთ იქ ვისაუბროთ, ბატონო დავით. რაც შეეხება უკვე კონკრეტულ ინიციატივებს, რომლის შესახებაც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები საუბრობენ, პირველ რიგში ისინი მოითხოვენ, რომ გაფართოვდეს, ასე ვთქვათ, არეალი განსახილველი საქმეებისა, იმ საქმეებისა, რომელსაც ნაფიც მსაჯულები განიხილავენ, მათი თქმით, სამოხელეო დანაშაულთან ერთად ნაფიც მსაჯულებმა უნდა განიხილონ სხვა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებიც, ასევე კიდევ ერთი ინიციატივა, რომელიც დღეს კომიტეტის განხილვისას, საკითხის განხილვისას წამოაყენეს უმცირესობის წარმომადგენლებმა, არის ის, რომ მედია უნდა იყოს დაშვებული სასამართლო პროცესებზე, რათა ნამდვილად გამჭვირვალედ ჩატარდეს ეს პროცესები და საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია. ასევე კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა, უმცირესობა მოითხოვს, რომ მოწმეების დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით მოხდეს. უმრავლესობის წარმომადგენლებმა ეს წარმოდგენილი ინიციატივები ნაწილობრივ გაითვალისწინებს, მაგალითად, რაც შეეხება მედიის დაშვება სასამართლოებზე, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, რომელიც ამ საკითხის მომხსენებელია, დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონ პროექტში ეს მუხლი გათვალისწინებულია და არანაირი პრობლემა არ აქვს არც მას და არც უმრავლესობის წარმომადგენლებს, რომ ეს ინიციატივა ჩადებული იყოს კანონ პროექტში. ასევე დაეთანხმნენ უმრავლესობის წარმომადგენლები ინიციატივას, რომ მოწმეები უნდა იყვნენ დაკითხული მოსამართლის თანდასწრებით და შესაბამისად 2013 წლის 1 სექტემბრიდან მოწმე აღარ იქნება ვალდებული გამომძიებელს, ასე ვთქვათ, წერილობითი ჩვენება მისცეს. ერთადერთი, ასე ვთქვათ, შეუთანხმებელი საკითხი დარჩა ნაფიცი საჯულების მიერ განსახილველი საკითხების საქმეების გაფართოება. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ პირდაპირ ეთერში დეპუტატების განცხადებები. სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ჩვენ შემოვიტანეთ და ჩვენ ვიყავით ინიციატორები და მეც თქვენი მონამორჩილი მუშაობდი ამ კონკრეტულ მუხლებზე და დებულებებზე და როგორ შემიძლია რომ ამაზე უარი განვაცხადო. მივესალმები ამ ინიციატივას ჩავდოთ, კი ბატონო, რაზეა ლაპარაკი და გავუსწროთ მოვლენებს წინ. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი და პაკეტი მთლიანად რო ყოფილიყო მიღებული, სასამართლო რეფორმასაც ბევრად უფრო ადრე დავიწყებდით. წინადადება შემოვიდათ, რომ გაიზარდოს ნაფიცაჯულების სტუდენტების გაჯადობა, ეს არის ერთ-ერთი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ქართული ოსების პოზიცია ამისთვის გაძლიერება არის. მათი პოზიცია ის, რომ ეს თვითი გამოიყენონ გარკვეულად პოლიტიკურ მექანიზმად ადამიანების წინააღმდეგ დევნის. და ის კანონ პროექტი ამის დამონდასტურებელი ნიშანია. რაღაცა ნაწილი ჩვენი შენიშვნების იქნა გათვალისწინებული, მათ შორის პროცესების საჯაროობასთან დაკავშირებით, მათ შორის ის, რომ დაკითხვა მოწმეების უნდა მოხდეს მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა არა იმ ვადებში, რა ვადებში ჩვენ ვთქვით. რაც შეეხება უკვე დღევანდელ დღის წესრიგს, ეხლა სულ რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს საქართველოს პარლამენტში ბიუროს ხდომა, რომელზეც დღევანდელი სესიის საკითხები უნდა დაზუსტდეს. დღევანდელი რიგარეშე სესია კი შეგახსენებთ 4 საათისთვის არის დანიშნული. მადლობა მირიან, ეს იყო მირიან გორგოძე პარლამენტიდან. თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები მერიის ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ. საქმე ქალაქის 10 რაიონად დაყოფას ეხება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა დასაქმების მიზნით მიიღეს. საზა გაბუნიას განცხადებით, ახალი სუბიექტების გაჩენა ბიუჯეტში გამგეობებისათვის დაფინანსებისთვის გამოყოფილ თანხასაც გაზრდის. ოპონენტებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ უპასუხა და განაცხადა, რომ ბიუჯეტში თანხა ისე გადანაწილდება, რომ სოციალურ პროექტებზე არა ისახება. პირველ რიგში რასაც არ მალავს ბატონი უგულავას და მან ერთ-ერთ რადიოში თქვა, რომ ის არ მოერიდება მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების დასაქმებას. პოლიტიკური თვალსაზრისით მათი ინტერესია, რომ მაჟორიტარებს ყავდეთ ოპონენტები ადგილზე და მესამე, რაც არის მთავარი мотиваცია ჩვენი ფრაქციისთვის, რომ არ დაუჭიროთ აღნიშნულ გაწურიებს ხარი, ეს გახლავთ გაუმართლებელი. არ გამოვრიცხავთ, დაიწყო სერიოზული პროცესები გიგი უგულავას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით. მივმართავ ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებს, არ დაუშვან თბილისის ბიუჯეტის ხარჯზე ნაციონალური მოძრაობის პარტიული ინტერესების გატარება. Სანსახად შემიძლია თქვა, რომ ბიუჯეტი არ გაიზრდება, საერთო მაჩვენებელი, შიგნით მოხდება გადანაწილება, აქაც ჩვენ გვაქვს კომისიაზე ჩვენი კონკრეტული მოთხოვნები. ერთიანობაში ვფიქრობ, რომ ეს სისტემა უფრო ახლოს მიიყვანს ადმინისტრაციულ სისტემას კონკრეტულ პრობლემასთან, კონკრეტულ უნებში და პრობლემები უფრო ეფექტურად და ხარისხიან მოგვარდება.
იმნაძეების ოჯახს ასახლებენ ფანასკერტელის პირველი ნომრიდან. ოჯახს გასულ წელს 200 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა სამთვიანი კონტრაქტით იპოთეკით ჰქონდა დატვირთული მევახშე ნუგზარ ბაიაშვილთან. დაზარალებული მხარე განმარტავს, რომ კონტრაქტის პერიოდში ბაიაშვილები პროცენტების აღებაზე უარს ამბობდნენ, მაგრამ როგორც კი ვადა გავიდა, მევახშემ მათ ბინა გაუყიდა. იმნაძეების ოჯახი ბაიაშვილებს საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ კონტრაქტით გათვალისწინებულზე მეტ თანხას თავაზობს, თუმცა უშედეგოდ. დაზარალებულის ოჯახს თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა გაესაუბრა. შემთხვევის ადგილზე საახსრულებლო პოლიცია მუშაობს. ხელშეკრულების დროდან გასვლის შემდეგ იმ წუთში ჩვენ უთხარით, რომ უკვე აი ბოლომდე თანხას უბრუნებდით, მაგრამ ხელშეკრულებას რაღაც დრო ქონდა გასული, ეგრევე უარი თქვეს უკვე თან მანამდე შეთანხმება იყო, რომ ერთიანად აწყობდათ ფული თუ ნაწილას და გითხეს არაო, ჩვენ ვთხარით, რომ საპროცესო ისეთი თანხა იყო, რაზეც დაგჭირდა, რომ დიდი თანხა იყო და თუ სახს არ გავყიდით, ისე ვერ გავისტუმრებდით ამ ბალს. და დაგვთანხმდნენ, რომ არაო, რომ გაყიდითო ერთიანად ავყიდო. როგორც კი ხელშეკრულებას ვადა გამოვიდა, მაგით წინას წარ ქონდათ ჩაფიქრებული, როგორც ანუ მე კანონით უკვე ეგრევე ყადაღადაადო მეორე დღესვე ეგრევე სასწრაფო წესით არა $90,000 მივედით თავისი ნამატით და უარი თქვა. ესეთი გარიგებები ხდებოდა ძალიან ბევრი სააკაშვილის დროს და სააკაშვილის დროს აი ესე პანტაპუნტით ოჯახებს ყრიდნენ ქუჩაში და სრულიად დაუჯერებელი არის, რომ ეს გრძელდება დღესაც. ჩვენ ჩავაყენეთ კურსში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობა, მაგრამ როგორც ჩანს, იუსტიციის სამინისტროს არ აქვს არანაირი გეგმა ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევებში. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრემიერ-მინისტრი პირადად უნდა ჩაერთოს ამ საქმეებში. მან გააკეთა განცხადება, რომ ქობულეთში შეჩერდა და გადავარდა აღსრულების პროცესი. ძალიან კარგი არის ქობულეთში თუ მოხდა, მაგრამ აუცილებელი არის ყველაზე მეტი პრობლემა არის თბილისში. ადვოკატები უკვე ხვეწნის და მუდარის დონით ვეუბნებით მევახშეს, მისი ოჯახის წევრს, რომ მიიღონ იმ თანხაზე მეტი, რაც მათ ჰქონდათ გასესხებული და ბინა დაუბრუნონ მეპატრონეს, რაზეც უარსზე არიან. ამბობენ, რომ ამისთვის ჰქონდათ დრო, სინამდვილეში დრო არ ჰქონდათ, ვინაიდან ბინა იყო დაყადაღებული და აუქციონზე გატანილი მათ მიერ. საპროტესტო აქცია გრძელდება აბაშაშის საკრებულოს შენობის წინ. მოშიმშილეებს დღეს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ქართული ოცნების მხარდამჭერები და ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შეუერთდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს ახლად არჩეული გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე. ასევე გაუქმდეს საკრებულოს ის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გოჩა ჭანტურია გამგებლის თანამდებობაზე აირჩიეს. ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ამ საპროტესტო აქციებს საკრებულოს თავმჯდომარის დათო თოფურიას გადადგომით, თვითმარქვია ნაციონალი გოჩა ჭანტურიას გადადგომას მოვითხოვთ. საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ძირითადი მოთხოვნა ის, რომ მოხდეს კანონიერად ყველაფრის დასრულება სასამართლოში. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ გავაგრძელებთ სიმშვილეობას, სანამ საჭიროება მოითხოვს და სანამ საჭირო იქნება ჩვენი აღწოლა და სიმშვილეების. აქცია გურჯაანში სტიქიისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ ფულადი კომპენსაციების დარიგების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების აზრი ორად გაიყო. ნაწილმა მიმდინარე პროცესი ახალი მთავრობის წინააღმდეგ საბოტაჟად შეაფასა. აქციაზე მივიდნენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები. მათი განცხადებით დაზარალებული მოსახლეობის სასოფლო სამეურნეო სავარგულების აღრიცხვა უკვე დასრულებულია და ფულადი კომპენსაციების გაცემა რაიონში უახლოეს პერიოდში დაიწყება. უნდა ყოფილიყო ვითომ ახალ წლამდე, მერე ძველ ახალ წლამდე, მერე შობამდე, მერე ძველ ახალ წლამდე, ეხლა ვითომ 14-დან უნდა ყოფილიყო და გაუბედურებულია ხალხი. ფშიერი დადის ხალხი. ადამიანებმა რომლებიც ესწრებიან ამ აქციას და ჩვენი პასუხი მოისმინეს, გაიგეს ყველაფერი და ხედავთ, რომ ძალიან მშვიდად და წყნარად არიან. გარდა იმ 2-3 ორგანიზატორისა, რომელიც ყვირილით და ასე შემდეგ ცდილობს, რომ ხელოვნურად აწიოს ტემპერატურა და შექმნას რაღაც აჟიოტაჟი. ამ წუთებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში საპატრიარქოს ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც 16 თაყაიშვილის 150 წლის თავს ეძღვნება. კონფერენციას უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პრემიერ-მინისტრი და განათლების მინისტრი ესწრებიან. დეტალებით თამარ გოგესაშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. თამარ, გისმენთ.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე კონფერენცია, რომელიც საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარდა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ეს კონფერენცია ეძღვნებოდა დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლის თავის იუბილეს კონფერენციას ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. კონფერენციაზე მომხსენებლებმა ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს. დამწრე საზოგადოებას ასევე მიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, რომელმაც მიულოცა ქართველ ხალხს წმინდანის ხსენების დღე. ბიძინა ივანიშვილმა კი ისაუბრა ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობაზე იმ ღვაწლზე, რომელიც მაგაწია ქართული ხალხის წინაშე. მან აღნიშნა, რომ დიდია მისი დამსახურება ქართული საგანძურის გადარჩენის საქმეში. პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა იუნესკოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად არის გამოცხადებული. მე მინდა თქვა, რომ საქართველოს წმინდა სინოდმა სათანადოდ აღნიშნა ეს მისი დამსახურება და აღიარა ის წმინდათა შორის. სწორედ ასეთმა ადამიანებმა მოახერხეს და ახერხებდნენ საუკუნეების განმავლობაში და ამიტომაც ჩვენ დღეს არსებობს ქართული სული და მე ვფიქრობ, რომ საუკუნეების განმავლობაში და ათასწლეულებს გაუძლებს გავსი ადამიანების ღვაწლი. პატრიარქის ინიციატივით წმინდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი 2002 წელს წმინდანად შერაცხა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ იუნესკოს გადაწყვეტილებით 2013 წელი გამოცხადდა ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად და ამასთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღონისძიებები გაიმართება. მეცნიერებათა აკადემიაში გამართული კონფერენციის შესახებ ეს იყო თამარ გოგესაშვილი. ქართულ ებრაული ეკონომიკური თანამშრომლობა უახლოეს მომავალში აქტიურ ფაზაში შევა. მარტში თბილისის საქართველო-ისრაელის ერთობლივ ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს. ამის შესახებ მედიას ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იუვალ ფუქსმა განუცხადა. მანამდე კი დიპლომატი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გეგმას მთავრობის წევრებთან ათანხმებს. დღეს ის ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს შეხვდა. მხარეთა მოლაპარაკების ძირითადი თემა საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა იყო. საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრა იყო. პრაქტიკულად უკვე გამოიკვეთა ის საერთო ინტერესები, რა მიმართულებითაც ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობა განვითარდება. ძირითადად ეს მიმართულებები სოფლის მეურნეობის სფეროდაც ჯანდაცვა იქნება. ბიზნეს ფორუმზე, რომელიც უკვე დაგეგმილია ორი ქვეყნის მეწარმეებმა, შესაძლოა ახალი შეხების წერტილებიც გამონახონ. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ისრაელსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პერსპექტივაზეც ვისაუბრეთ. ვფიქრობ, რომ ყველა კითხვა მოხსნილია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ბიზნესმენების უფლებები იქნება მუდმივად დაცული, შესაბამისად ინტერესი როგორც ისრაელში მცხოვრები ბიზნესმენების, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენების გაიზრდება და ამის პირველი პრეცედენტები უკვე არის. კანონის უზენაესობის განმტკიცების და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიზნით ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებენ. პროგრამა სისხლის სამართლის რეფორმების განხორციელება შეეხება. ამ საკითხზე ადგილობრივი და ევროპელი პროფესიონალი ექსპერტები იმუშავებენ. ისინი კონსულტაციებს გაუწევენ იუსტიციის და სასჯელ აღსრულების სამინისტროებს. პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონი ევროა და ის 30 თვეს გაგრძელდება. იუსტიციის სამინისტროს, პრობაციის და სასჯელ აღსრულების სამინისტროსა და ადვოკატთა ასოციაციას ეხმარება ევროკავშირი იმაში, რომ ჩვენ გვქონდეს სამართლიანი სისხლის სამართლის სისტემა. იმისათვის, რომ კანონები იყოს სამართლიანი, იმისთვის, რომ რეფორმა ჩატარდეს როგორც საპროცესო, ასევე მატერიალური კოდექსის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ახალი ხელისუფლებისთვის, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება იყოს გამართული, ლიბერალური და ჰუმანური საქართველოში. ჩვენ სამინისტროში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტები, ეს არის გარდაქმნა თვითონ ციხეების სისტემის, ეს არის
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, რომელშიც ჩვენ და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად ვართ ამ კომპონენტში, ეს არის უფასო იურიდიული დახმარება და სამივე კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი ის დახმარება, რასაც ამ შემთხვევაში ევროკავშირი გვიწევს. მომხრევა რომ მოხდეს სისხლის სამართლის რეფორმების განხორციელება, მე თვითონ ვარ მოსამართლე, შესაბამისად როგორც მოსამართლეს ძალიან მაინტერესებს რომ სასამართლო სისტემა სწორად და კარგად ჩამოყალიბდეს. ამიტომაც ჩვენ ვიმუშავებთ სასამართლოში წესების დანერგვაზე. მინისტრის სიურპრიზი ახლად შეუღლებულებს სასჯელ აღსრულების პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა თბილისის პრობაციის ბიუროს ახლად შეუღლებულ ოფიცრებს ზურაბ თედელურს და თამარ ცოფურაშვილს საჩუქარი მოუმზადა. მინისტრმა ახლად დაქორწინებულ წყვილს ოჯახის შექმნა მიულოცა და საჩუქრად ეგვიპტის საგზური გადასცა. ხარულია როცა ახალი ოჯახი იქნება და ულოცავ ზურაბს და თამარს ამ ბედნიერებას სააგენტომ სამინისტრომ და პრობაციის ბიურომ გადასცა საჩუქარი. უბრალოდ ამ შემთხვევაში უბრალოდ განმახორციელებელი ვიყავი ამ საჩუქრის, რომ დაისვენონ ერთი კვირით და თაფლობის თუ გაატარონ ეგვიპტეში. ავიცანით მარტში პრობაციის ბიუროში, თბილისის პრობაციის ბიუროში ერთმანეთი და მარტის მერე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მალე დაიწყო სამსახურეობრივი რომანი, რომელიც ესე დაგვირგვინდება უпростоრად ჯურისწერით, ხელისმოწერით და იქნება ქართული ქრისტიანული ოჯახი. საქალაქო სასამართლოში მედია საშუალებების საქმის განხილვა გადაიდო. მეცხრე არხი ტელეკომპანია მაესტრო ჩოხატაურის მაცნე გაზეთი ბათუმელები გენერალური აუდიტორის ბრძანების გაუქმებას მოითხოვენ, რომელიც წინასაარჩევნოდ მედია საშუალებების მხრიდან პოლიტიკური პარტიების მიერ რეკლამისთვის გადახდილი თანხის სრულ აღრიცხვას ითვალისწინებდა. პროცესი 29 იანვრისთვის დაინიშნა. რატომ არის ეს ორმაგი ვალდებულება? ერთი მხრივ წინა საარჩევნო პერიოდში თითოეული მაუწყებელი, ანუ ამ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციაზე ვლაპარაკობ, თითოეული მაუწყებელი ვალდებული არის კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარადგინოს ანგარიში პოლიტიკური რეკლამის თაობას. თუ რა პოლიტიკური რეკლამა შემოვიდა და ასე შემდეგ. ეს არის ყოველკვირეული ანგარიში. აღნიშნული მოდელებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსში. ამავე საარჩევნო კოდექსში ამ კონკრეტული, ანუ მაუწყებლობის თემაზე არ არის საუბარი აუდიტის სამსახურის შესახებ, ანუ აუდიტის სამსახურის მიმართ არ ეკისრება ეს ვალდებულებები მაუწყებლებს. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა სარჩელი მედია ორგანიზაციების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინააღმდეგ. ჩვენ წარმოადგენთ 7 მედია ორგანიზაციას, მათ შორის არის გაზეთები ჩოხატაურის მაცნე, გაზეთი ბათუმელები, გაზეთი ალიონი, შპს სტუდია მაესტრო, მეცხრე არხი, ტელევიზია მეცხრე არხი, კავკასია და აგრეთვე გაზეთი სპექტრი. მოთხოვნა გახალავთ აუდიტის სამსახურის მიერ გამოცემული აქტის ბათილად ცნობა. ეს აქტი შეეხებოდა წინასაარჩევნოდ მედია მონიტორინგის განხორციელების წესს შეეხებოდა რამდენადმე. 18 იანვარს თბილისის ეროვნული საკონცერტო დარბაზი ლასკალას მეტროპოლიტენ ოპერის და მინხენის საოპერო თეატრებში ტრიუმფალური წარმატების შემდეგ ქართველ მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილს უმასპინძლებს. ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს. საღამოზე ქართველი მსმენელისათვის ბიზე შედრინის, კარმენ სიუიტასა და მორის რაველის ბოლეროსთან ერთად საქართველოში პირველად შესრულდება მანუელ დე ფალიას ჯადოსნურის სიყვარული. კონცერტის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის იუბილეს ეძღვნება. მაყურებელს ერის განსაკუთრებული სიურპრიზები ამ კონცერტზე ეძღვნება ჩვენი უწმინდესის დაბადების დღეს და სამწუხაროდ მე 4 იანვარს ვერ ჩამოვედი იმ კონცერტზე, რომელიც გაიმართა მისთვის განსაკუთრებულად და ეს კონცერტი ამიტომ გადავწყვიტეთ მისთვის მიგვეწყნა მე და ნიკას და კონცერტში შესრულდება ესპანური მუსიკა, ძალიან საინტერესო იქნება და ველით ყველას, ვისაც შეუძლია რომ მოვიდეს, ვისაც უნდა რომ გაატაროს სასიამოვნო საღამო ესპანური მუსიკის ფონზე. ახალი ამბებით 4 საათზე დავბრუნდებით, ასე რომ დროებით გემშვიდობებით.